I'm getting life stormed by the helicopter, the 2 lines that I Kenny Buck, bitten 18 marks and I made back. I was making that money from way back. If you jealous kid didn't say that, I put big cash in the state bank. And we're slow in the Porsche and back streets to the make 10 racks and fast days on the video. Was like that speaker with hats or badge. Get me walk about pounds off crowns like Dennis Don, a big super. როგორ უნდა იხმარო M4, რომელიც არის ყველა BMW-ის მოყვარულის ოცნება, რომ ყავდეს ეს მოდელი და ისე იხმაროს, როგორც ჩვენ ამას დღეს გავაკეთებთ. ეხლა ვართ მინდორში, ცოტა ამანქანის შეუფერებელ ადგილას. აქ იმიტომ მოვიყვანეთ, რომ მინდა რომ შემოგთავაზოთ განსხვავებული ვიდეო, ყველასგან განსხვავებული, აბსოლუტურად რაც კი გინახიათ M4-დან დაკავშირებით. დღეს ცოტა ბალახიც უნდა ვაძოოთ, იმიტომ რომ ამ ავტომობილზე ძალიან ბევრი ცხენებია მოყრილი. ეს ავტომობილი შეიქმნა 10 წლის წინ და დღეს ჩვენს წინაშე დგას და როგორც 10 წლის წინ ხმარობდნენ, ჩვენ დღეს უარესად ვიხმართ ამ ავტომობილს. ამ ავტომობილში არის მოთავსებული 6 ცილინდრიანი 3-დან 0 55 ძრავი, რომელმაც ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია BMW-ის მოყვარულებში, მაგრამ დღეს მე იმაში ვწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს BMW-ის ჰედებმა, ესე ვთქვათ, იმაში, რომ ტურბინირებული ძრავი შემოგთავაზეს. კონკრეტულად ამ მოდელზე ეხლა მხოლოდ დამუფაიფებია შეცვლილი და პროგრამული ნასტროიკაა გაკეთებული და გამოიმუშავებს 560 ცხენის ძალას, რომელიც არის სრულიად საკმარისი. ხოლო ქარხნულს კი აქვს 425 ცხენის ძალა, რომელზეც გჭირდება რომ ცოტა მოუმატო. დღესდღეობით M4-ები, რომელიც საქართველოში არსებობს, არც ერთი არ არის ქარხნული და არც ერთი არ არის სტოკი. ეს იმიტომ, რომ ეს ავტომობილი მხოლოდ და მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მომხმარებლებს ყავთ და ჩემი აზრით კონკრეტულად ზუსტად მასე არის შექმნილი BMW-მ შექმნა ახალგაზრდებისთვის ეს ავტომობილი, რომ გამოიყვანოთ ცენტრიდან და პირდაპირ მნიშვნელობით სულში ჩაახტე და მაგისთვის არის შექმნილი. რასაც ჩვენ დღეს უზავთ ამ ავტომობილს. მინდა მოგიყვეთ ორიოდე სიტყვით ამ ავტომობილის ექსტერიერთან დაკავშირებით. შევეცადე რომ მაქსიმალურად სტოკი და ქარხნული მომეძიებინა, მაგრამ ძრავი გაკეთებულია. რა თქმა უნდა, წინა ბამპერი, წინა თავსახობი, სარკეები, უკანა კრილოები, უკანა საბარგული, ყველაფერი განსხვავებული აქვს მე-4 სერიიდან, რაც ამანქანას არ რჩევს მე-4 სერიისგან, ჩვეულებრივი მე-4 სერიისგან. ჩვენს კონკრეტულ ამ მოდელს არ აქვს კარბონის თავსახობი, რომელიც 20 კილოგრამით მსუბუქია, მაგრამ პირადად მე ეს მირჩევნია, რომ ყავდეს, ჩემი რო იყოს, მე ლუკიანს ვიყიდიდი აუცილებლად და არანაირ დამატებებს არ დაუყენებდი. არც კარბონის სარკეებს, არც კარბონის ტუშს, არც სპოილერ და ასე შემდეგ სხვა მრავალ დეტალებს. ეხლა აქ წინა ტუჩი ქონოდა, კიდე აქ ვერ მოვიდოდით, ბევრ ბალახს ვერ მოვაძოვებდით, რაც ძალიან მალე უნდა გავაკეთოთ. ეხლა კი აქედან მივდივართ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იმისთვის, რომ და ამ ავტომობილს და რისთვისაც გამოუშვეს გერმანელებმა ის შეგრძნება მივიღოთ. ბევრი ტესტ-დრაივებია ამ ავტომობილის გაკეთებული და არ მინდა რომ თავი მოგაბეზროთ, მაგრამ არ გამოვიდოდა რომ ორიოდე სიტყვით არ შევხებოდი სალონს. პირადად ჩემთვის
ავტომობილის სალონს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც გარედან ვიზუალურად ექსტერიერს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ამ ავტომობილს ჩემთვის ექსტერიერი აქვს. ახლა კი დავუბრუნდეთ ისევ შიგნიდან. პირველი რაც ხდება ხელში საჭე აქვს, როგორც ყველა F-series თითქმის იგივეა, აქაც არაფერი განსხვავებული არაა, მაგრამ საჭის ბრუნი ოდიდანვე ყველა M-ზე განსხვავებულია, ანუ პატარა ბრუნით, რაც ავტომობილს უფრო ზუსტს და კარგს ხდის მართვის დროს, რაც დააკლეს ეგრეთ წოდებულ დაკიდების სისტემას, ანუ ამორტიზატორებს, ის დაუმატეს ამ სიდენიებს და ძალიან მაგარი და ძალიან კომფორტულია ჩემთვის ეს სიდენიები, აი მეტი რო არ შეიძლება. მანქანის სიგრუბე ასე თუ ისე ჩემთვის მისაღებია და დასაშვებია, იმიტომ რომ სპორტული ავტომობილია და ეს სიგრუბე რაც აქვს, ოკეია. ეხლა ერთადერთი რასაც უყურებ, ძალიან გამიხარდებოდა რომ ალკანტარას ჭერი ეგრეთ წოდებული ზამში ჭერი ქონოდა ავტომობილს. ამ კონკრეტულ მოდელს ამ შემთხვევაში არ გვაქვს ჩვენ. სხვა დანარჩენი კი თითქმის ყველაფერი იდენტურია როგორც სხვა BMW-ებში, მეორე სერიაში, მესამე სერიაში. 10 წლის წინ მიყვარდა და მომწონდა კარბონი, ჩემს ავტომობილებსაც ყველგან გადატვირთული მყავდა კარბონით, მაგრამ დღეს პირიქით ხვდები, რომ ბევრი კარბონი ძალიან ტვირთავს ავტომობილს. მეგობრებო, როგორც გითხარით, მივემართებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იმისთვის, რომ ეს ავტომობილი ბოლომდე გავწუროთ, ყველა მოსახვევში ვაზიანოსოთ, თაიმატაკიც ვიაროთ, პირდაპირ მნიშვნელობით დედა უნდა უტიროთ. Nadine, Christine, Justine, Kathleen, Charlene, Pauline, Claudine. Man, I pack them in this phone like some sardines. And they send me naked pictures, it's the small things. You niggas still taking pictures on a golf stream. My youngest richer than you rappers and they all stream. I really hate that you been selling them some false dreams. Man, if your pub was up for sale, I buy the whole thing. But they ever give me flowers? Well, of course not. They don't wanna hear that talk, cause it's a sore spot. They know the boy, the one they got a boycott. I told Jimmy Jam I use a Grammy as a doorstop. Girl, give me some hair because I need it. And if I fuck with you, then after I might eat it. What? Niggas talking about when this gon' be repeated. What the fuck, bro? I'm one away from Michael. Nigga, beat it. Nigga, beat it. What? 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 Beat
მეგობრებო, ეს ის M მოდელი არის, რომელიც ესე ვთქვათ რუსული უგროსავით მუშაობს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელიც რუსულ უგროსაც კი გატეხენ. ეხა ორი სიტყვით მინდათ, ამანქანის ემოციები მოგიყვეთ, ძალიან დამორჩილებადი ავტომობილია, ნამდვილად არ ვემოვლდებოდი ამ ყველაფერს. იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 1600 კილოგრამს იწონის, ასე თუ ისე თავის წონაც ეთყობა ავტომობილს, მაგრამ როგორც გითხარით, ნამდვილად შოკში ვარ, არ ველოდებოდი ამ ემოციებს თუ მომანიჭებდა ეს ავტომობილი. ზუსტად ისეთი გრძნობაა, თითქოს აი ქურთუკი გაცვია, რაღაცა გაცვიაო, მანქანას როცა მართავ, ჩემი აზრით BMW-ს ყიდვას თუ გადაწყვეტ და მით უმეტეს კუპის, ანუ ორკარიანის M2 და M4 შორის უნდა გააკეთოთ არჩევანი, ჩემთვის ამ ავტომობილის ექსტერიერი 10-დან 10-ია, ძალიან მაგრად მევასება, ამიტომ მე რო ვყიდულობდე, მე M4-ს ვიყიდიდი. თვით მინდა შევეხო იმ ბანძ კანონს, რომლის მიღებასაც აპირებენ, როგორც ვიცი, აპრილიდან უკვე 6 წელზე მაღალი წლოვანების ავტომობილის ჩამოყვანას ვერ შეძლებთ, რომელს კანონსაც ნამდვილად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეს ავტომობილი უკვე 10 წლის ხდება და უკვე ნახავდი თქვენ დღეს თუ რა შეუძლია 10 წლის ავტომობილს. ამიტომ სანამ დროა არ უნდა გაუშვათ ეს მომენტი ხელიდან, უნდა მიმართოთ US Global-ს იმისთვის, რომ ესეთი ავტომობილი ჩამოიყვანოთ ამერიკიდან. ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ვიდეოები. ესე გავაგრძელებთ, არ გავჩერდებით, წინ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. მინდა რომ გამოიწეროთ ყველამ ჩემი არხი და წერეთ კომენტარებში თუ რას ფიქრობთ, რა ავტომობილი იქნება შემდეგი. ჩვენ კი წინ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და შევხვდებით ძალიან მალე. When I know the shit, why would I play when I know the shit stop? Tell the DJ go run that, tell the DJ go run that. I got too many issues, and I need some more misses. I'm sitting there by myself, dog, ain't nobody eating no tish. Why would I play when I know the shit? Why would I play when I know the shit stop? Tell the DJ go run that, tell the DJ go run that. I got the jump stone, I got the she got the good shit, that shit really dope. Hit my little line when you ready to move. Hit my little line when you ready to move. Back in that trap, back in that trap. I'm on the east side, I'm on the north side, south to the west, baby, where's your at? I'm coming clean, going way off the map. Car to a 6-man, turn out my hats. I'm on the jet trying to get dispatched. Call up for a nigga, set up the match. Why would I play when I know this shit? Why would I play when I know this shit slap? Told the DJ gon' run that. Told the DJ gon' run that. Why would I play when I know this shit? Why would I play when I know this? Tell the DJ gon' run that. Told the DJ gon' run that. Why would I play? Go on the gate, go on the mic.